ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას, რომელსაც გთავაზობთ პირდაპირ ეთერში. ამორჩეულს უსმენენ, არამედ უსმენენ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელობას. რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან 2020 წელს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა რადიკალურ ოპოზიციას მანდატები და დღეს იმკიან იმას, სადაც შევიდნენ იმის გამო, რომ მოусმინეს არა ქართულ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის და ბრიუსელის დამსახურება არის, რომ დღეს ისინი არიან ქუჩის რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც სცადა მათ შორის ძალადობით ხელისუფლების დამხობა. მათი ლიდერები დღეს საშილს იხდიან ხელისუფლების დამხობის კენმოწოდებისკენ და მათ შორის მათი ზოგიერთი მხარდაჭერი. ასე რომ არ ვიცი ეს ალბათ არ იქნება მათთვის გაკვეთილი, მაგრამ ბევრისთვის საქართველოში უნდა იყოს გაკვეთილი, როდესაც როდესაც ემორჩილები გარე ძალას და როდესაც უყურებ გარედან რას გეუბნებიან და ამის მიხედვით აწყობს შენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ზუსტად ამ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიცია აღმოჩნდა. ლელოს განცხადებები ნახე დიდი სამით ახლა აღმოჩნდა, რომ ლელო და სხვები ერთმანეთში ამ საკითხზე კამათობენ და თავად მანდატები რომ დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და მითითებით. და დღეს შეიცვალეს აზრი, იმიტომ რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, იცვლება იმის ყალიბდება და იცვლება იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც პირდაპირ ეთერში უყურებთ ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებიც ჩვეულებრივად თავს თავაზობენ სხვა ქვეყნებს, რომ იქნებიან მათი ემისრები საქართველოში და სთავაზობენ საქართველოს ლანგრად, რომ დაგვიჭირეთ მხარი, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგვაუწყოთ. თქვენ თქვით, რომ ეს არის გაკვეთილი და თქვენი გუნდი მიიჩნევს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გასაგებად, რომ ეს არის შეცდომა, რასაც არ ამბობს გვარამია. გვარამია ვერ კითხულობს ამ დოკუმენტში იმას, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პარლამენტზე და ამ ინსტიტუციაზე უარი თქვა. ინგლისურის ცოდნის დონემდე დავიდა მათ შორის ოპოზიციაში ეს ყველაფერი. რეალურად რატომ ჯიუტდებიან? იციან რომ შეცდომა იყო და არ აღიარებენ, თუ მართლაც არ მიაჩნიათ ეს, რომ იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის თუ ბრიუსელის მხარდაჭერა ამ რადიკალიზმში. სამწუხაროდ ჩვენ ამას ვაკვირდებით ბოლო პერიოდია, მას შემდეგ რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, რომ დღეს რადიკალიზმი მხარდამჭერელი არის ბრიუსელის მხრიდან, დღეს ანტიდემოკრატიული ძალები მხარდაჭერელია ბრიუსელის მხრიდან და დღეს ძალადობა მხარდაჭერელი არის ბრიუსელის მხრიდან. ასე რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ხალხმა თავისი სიბრძნით და გამძლეობით მივიდა სწორედ ამ წერტილზე, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყდეს საქართველოსთან ურთიერთობაში, როდის გითხეს ბოლოს, რომ ჩვენი საერთო ღირებულება არის სუვერენიტეტის პატივისცემა, აღარც გვახსოვს, ხო, როგორც წესი ამ სიტყვას მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის წყვილში იყენებენ ხოლმე და ამ მხრივ სუვერენიტეტს და არა სუვერენიტეტს გარე შიდა საქმეებში ჩავრელობის მხრივ. ასე რომ ისაც დავიწყებული აქვს დღეს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში ის ღირებულება, რასაც ქვია სუვერენიტეტი, ამერიკულმა დელეგაციამ რამდენჯერმე ხაზგასმით ახსენა, მათ შორის ახსენა როგორც საერთო ფასეულობა ორ ქვეყანას შორის. ასე რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას აქვს სწორედ ეს პოზიცია და სამწუხაროა, რომ ბრიუსელი კვლავ არის რადიკალიზმის მხარდაჭერი და რჩება ერთადერთ მხარდაჭერად საქართველოში რადიკალიზმის. ამიტომ ჩვენც აქ მნიშვნელოვანია, რომ აქაც მივახციოთ ცვლილებას ბრიუსელის პოლიტიკაში. ერთ დავაზუსტებ, პოტენციალი არსებობს საქართველოს-ამერიკას შორის ურთიერთობებში, დეპარტამენტი ამბობს, გადადვირთვის პროცესი თქვენ ამბობთ, რომ დაწყებული არის, როგორი შეიძლება იყოს დინამიკაში გამოიხატოს, იმიტომ რომ თქვენ ხას უსვამთ, რომ უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა და ამის ნიადაგზე უნდა დაიწყოს და განახდეს სტრატეგიული პარტნიორობა. რას ელოდებით ახლა ამერიკისგან? ორ საკითხს გაუსვა ხაზი დელეგაციამ მის განცხადებაში, ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ საუბრობდით ამდენი ხანი და სწორედ ამ ვიზიტმაც, შეხვედრებმაც და
შეჯერებამ, ასე ვთქვათ, ღირებულებით საკითხებზე, ამით დაადასტურდა დაადასტურეს ამ გაცხადებისაც, რომ ჩვენ საერთო ფასეულებებს ვიზიარებთ. და მეორე, საერთო ინტერესები იქნება ეს ეკონომიკური ინტერესები თუ სხვა სახის და ამ ინტერესების უბრალოდ ერთმანეთის ინტერესების აღიარება, საერთო ინტერესების ძიება და ამ ინტერესებზე შეთანხმება. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, როდესაც ვამბობდით, რომ ვაცხადებდით ჩვენ მზაობას ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე და ეს განცხადება დელეგაციის სწორედ ამას ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომები, ჩვენი წარმოდგენა ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით ამ მხრივ რეალიზდა მათ შორის ამ განცხადებიდან გამომდინარე. პრემიერის ანგარიში უნდა იყოს საბოლოოდ 26 ივნის საგზაფხულო სესიის დახურვის დღეს დოკუმენტში ვცვლად არის სექტორულ მუშაობაზე, საქმიანობაზე აქცენტი გაკეთებული. გამოწვევებზე ნაკლები არის საუბარი და ოპონენტები საყვედურობენ, რომ უფრო მეტად იწონებს თავს მთავრობა პარლამენტში, ვიდრე იმაზე საუბრობს, რა პრობლემები აქვს ქვეყანას. როგორ იქნება პრემიერის ანგარიში და კითხვა-პასუხის რეჟიმიც იქნება წარმოდგენილი, ინტერესის საგანი რა იქნება ამ შემთხვევაში თქვენი უმრავლესობის. დიახ, ბოლო პლენარული სესიების კვირაში იქნება პრემიერის ანგარიში, სავარაუდოდ იქნება 26 ივნის, თუმცა საბოლოო თარიღზე კიდევ შევთანხმდებით და 26 ივნისს იცით, რომ იხურება საგაზაფხულო სესია. რა თქმა უნდა, მე წინ არ გავუსწრებ პრემიერ-მინისტრს ანგარიშის მიუხედავად იმისა, რომ წერილობით წარმოდგენილია, თუმცა ზეპირ გამოსვლაში ის ყველა აქცენტ შეეხება, რაც მნიშვნელოვანი არის მთავრობის საქმიანობის წარმოსაჩენა და ასევე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს განვითარების დღევანდელი მაჩვენებლების ყურადღების გასამახვილებლად. ამიტომ მე წინასწარ არ შევიდოდი ამ დისკუსიაში, გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში. პროცენტი უდიდრებიდან 6% გაზარდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი რეგიონში არსებული სიტუაციის მიუხედავად აცხადებს, რომ ქვეყანის ინფლაციის დონე დაბალი იქნება. აი ეს პოზიტიური შედეგები ყველაზე მიუთითებს და რა პოლიტიკას ეს მიუთითებს, რომ ბატონი ფიშერი ცდება, როდესაც საქართველოს საუბრობს ხოლმე და ჩამოწერილი ვიყავართ ფაქტობრივად, ასე ვთქვათ და ჩვენ განვითარების მთავარ მაგალითად გვისახავს მოლდოვას და უკრაინას, სადაც ერთშიც და მეორეშიც ხედავთ ეკონომიკურ სტაგნაციას და კორუფციულ გამოწვევებს, ინსტიტუციურ სისუსტეს და ზოგადად პრობლემას იმ მხრივ, რომ ჩანს კიდევაც, რომ გუშინდელი განცხადებაც იყო კიდევ ერთხელ ვიცე-პრემიერის მოლდოვის, რომ ისინი გეგმა ბედ და როგორც ჩანს უკვე გეგმაად განიხილავენ რუმინეთთან მიერთებით ევროკავშირში გაწევრიანებას და არა როგორც სუვერენულ სახელმწიფო ისე გაწევრიანებას და ხედავთ უკრაინასთან მიმართებით ასევე მათ შორის გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომ სავარაუდოდ ტერიტორიული დათმობები იქნება ერთ-ერთი წინაპირობა მშვიდობის და შესაბამისად ევროკავშირში რაიმე წინსვლის. აქედან გამომდინარე, ამიტომაც გავუსვი ხაზი, რომ ჩვენ ყვავები დავჩხავიან ზოგიერთი უცხოელები და ელიან, როდის იქნება, რომ რაიმენაირად, ასე ვთქვათ, მაჩვენებლებზე მაჩვენებელი იყოს არა ისეთი, რომელიცაც გეგმავს მთავრობა და აქ ასე ვთქვათ, ნიშნის მოგებით გვესაუბრონ შემდეგ, რომ თითქოს არასწორი პოლიტიკა აქვს მთავრობას. ამის საპირისპიროდ, სამედნიეროდ ყოველ ჯერზე მარცხდებიან ყველა, ვინც ყვავით დაგჩხავის საქართველოს და ქართულ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას. ქვეყნის შიგნით იქნება ეს რადიკალური ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან ჩვენი ბჭყალებში კეთილმსურველები. და ჩვენ აქედან გამომდინარე ეს ციფრებიც ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა, როგორც უსაფრთხოების ისე ეკონომიკის მიმართულებით, ვინაიდან ეკონომიკური განვითარებაც ვერ იქნებოდა, რომ არ ქონდეს ჩვენ უსაფრთხოების ის სტანდარტი შენარჩუნებული, რაც ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, რომ ყურს არ უგდებს იმ ცრუ მრჩევლებს,
რომლებიც სწორედ ეს მაჩვენებლები აჩვენებს, რომ მათთვის დაგვეჯერებინა დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურ სტაგნაციაში, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და არა იმაზე თუ ბრიუსელს რა ინტერესები აქვს რეგიონში თუ საქართველოში და ამითი ქართული ხალხი მხოლოდ იგებს. წავაგებდით ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინო, ვიგებთ, იმიტომ რომ ბრიუსელს არ უსმენთ. ფიშერი ახსენეთ ბატონ შალვა, თქვენ გერმანიის შალვა პაპუაშვილის განცხადებას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში.